სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2024 წლის ანგარიში წარუდგინა. ლევან იოსელიანმა ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა საქართველოს 36 მოქალაქე უკანონო დააკავეს. გარდა ამისა, იოსელიანმა საოკუპაციო ხაზთან მომხდარ სხვა ინციდენტებზეც გაამახვილა ყურადღება. სახალხო დამცველის აპარატში 2024 წელს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტის შესახებ 3000-ზე მეტი განცხადება შევიდა. მისივე განმარტებით, გამოვლენილი უფლება დარღვევების აღმოსაფრთხებლად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 82 სარეკომენდაციო წერილით მიმართა. დიდი მადლობა ბატონო ლევან, მეც გეთანხმებით რომ 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში კონფლიქტებით დაზარებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შეფასებით იწყება. 2024 წელი კვლავ სირთულეებით აღსავსე იყო კონფლიქტ დაზარებული მოსახლეობისთვის, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და გახშირებული უკანონო პატიმრობის შემთხვევებში, ასევე საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება კვლავ გამოწვევად რჩებოდა. ოფიციალური მონაცემებით 2024 წლის საოკუპაციო ხაზზე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 36 პირი, აქედან 34 კაცი, ერთი ქალი, ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 34 პირი დააკავეს. აქედან 29 კაცი, ერთი ქალი, ერთი არასრულწლოვანი. აღნიშნული შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმი კვლავ განაგრძობს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავების უკანონო პრაქტიკას. ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის როგორც წესი თან ახლავს ამ პირთა უკანონო პატიმრობა. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩებოდა 14 მოქალაქე, მათგან 11 ოკუპირებულ ცხინვალში და 3 ოკუპირებულ აფხაზეთში. უკანონო დაკავებებთან და პატიმრობებთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ კიდევ ერთხელ დააკისრა რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება დარღვევას წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ეთნიკურად ქართველების ნებისმიერი დაპატიმრება, დაკავება.